გამარჯობათ. მოგესალმებით დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით მთელს ქართულ მოსახლეობას, ქართველ ერს და რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე საპატივცემულო და ჩვენი ობიექტივისტი ჩვენ მსმენელებს, რომლებიც ყოველთვის გვისმენენ და წარმატებებს ვისურვებენ ხოლმე და აქედან გამომდინარე თქვენი ნებართვით ჩემი საავტორო გადაცემა, რომელიც ყოველ ოთხშაბათს ამ დროს მიმყავს, განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს ამ ჩემ პროექტთან, იმიტომ ეს არის სამშობლო და ღირსება. ზოგჯერ შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, როგორ შევძელი და როგორ გავბედე სამშობლო და ღირსება. მე სამშობლო ერის დაკარგული ერის შვილი ვარ. ჩემ სახლში ყოველთვის ახსენდებოდათ ის დეტალები, რაც გადაიტანეს. და როდესაც მე აქ დაბადებული, გაზრდილი, ყველაფერი თბილისის 62 სკოლაში ვსწავლობდი და საერთოდ მეგონა რომ ზღაპრებს ყვებიან ჩვენი ბებიები და ბაბუს სისასტიკის ის რაც 21 საუკუნეში ეხლა აღმოსავლეთში ჩვენ ვნახეთ თელმა მსოფლიომ რომ დაინახა ის სისასტიკე სწორედ აი ეს გავლილი დრო იყო და აი ეს ადამიანები რომლებიც შეეწირნენ და მაშინ გავლითი პერიოდი რომელიც გამოიარეს სახელ და გვარს ეკერ სად იყო ან დოკუმენტი ან რამე სახელი იყო და მე იანი ეწერებოდა შემოდიოდნენ რა თქმა უნდა ზოგი სომხეთში გაჩერდა ზოგი კიდე საქართველოში მე რა თქმა უნდა მთელი ჩემი არსებით ვარ ქართველი მოქალაქე ჩემი ქვეყნის და ის რაც დაემთხვა ეხლა სანამ გადავალ თემაზე ჩემთვის მთავარი თემა ბატონ ჩვენი უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალება რომელიც მეორე საკითხად უნდა გადავიდეს იმიტომ რომ გუშინ წინ 11-ში უკვე დაინიშნა ჩვენი ახალი წარმომადგენელი სულიერი მამა ქართველი ერის და საქართველოს მოსახლეობის თავისთავად ცხადია იმიტომ რომ ყველა 87 ეროვნების ადამიანს თავისი რელიგიით ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველაფერი ჰქონდათ მაგრამ ქრისტიანული სამყარო ღრმა პატივისცემით ექცეოდა ყველა აქ მაცხოვრებელ 87 ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში. მეცირა თელოიანმა დღეს აი ამ გადაცემისთვის და ეს არის ჩემთვის ყველა ფერზე მტკივნეულიც, სასიხარულოც, იმიტომ რომ ეპოქა მიდის, ახალი ეპოქა შემოდის საქართველოში. ძალიან ბევრი ვიფიქრე, რამდენადაც განსაკუთრებული ცოტა ხნის დაშორება მქონდა გასული ვიყავი ქვეყნიდან. გადავწყვიტე, რომ ძალიან ისეთი ადამიანები დამეპატიჟებინა ამ გადაცემაზე, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ ამ თემებთან, პატრიარქთან, მომავალთან და ბევრი მძიმე პერიოდებიც გადაიტანეს. ძალიან ბევრი დღეს ამბობს ხოლმე ახალგაზრდები, რომ მათაც უჭირთ, მათაც გადაიტანეს უსამართლობა. კი, გეთანხმებით. არის არანაკლები იყო წინა რეჟიმის დროს, ყველა ეპოქას თავისი მსხვერპლი ყავს. აქედან გამომდინარე, მე წარმოგიდგენთ ქალბატონ ფატი კიპარავიძეს, რომელიც ჩემგან მარცხნივ ზის, იურისტი, 4 შვილის დედა, 4 შვილიშვილის დედა. მისი მეუღლე შესაბამისი უწყებები საგამომძიებო სამსახურებში, პოლიციის სამმართველოში მუშაობდა სერიოზულ თანამდებობებზე, მაგრამ ქალბატონ ფატის შეემთხვა ისეთი რამე, რომელიც ფაქტიურად მის ცხოვრებას დაღი დაადგა. რაც მოხდა ამ დაწვრილებაზე არ ვიტყვი, მაგრამ იცი რომ ისიც იმ უწყებების მსხვერპლი იყო,
რომელთანაც ხდება ხოლმე უსამართლობა, გაუგებრობა და ამას ყველაფერს შეეწინააღმდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი იურისტია, ცოდნია და რაც მთავარია, ძალიან უყვარს თავის სამშობლოს, საქართველოს. ქალბატონი ცირა ბარამიძე, რომელიც ჩემთვის ასევე ძალიან საპატივცემული ქალბატონი, იგი არის ფაქტიურად კავკასიოლოგი, მთელ კავკასიას ძალიან კარგად იცნობს. პარლამენტში იყო ასეთი კომიტეტი, იმის წევრიც ბრძანდებოდით, სპეციალისტიც იყავით ყველა თქვათ ხაზით იმ კავკასიაში ნამყოფ სახელმწიფოების და რა თქმა უნდა პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის. ბიოგრაფია იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, აი როდესაც უყურებდი და კითხულობდნენ სამღვდელოებას აუცილებლად უმაღლესი უნდა კონდეს დამთავრებული. ცოტა გამეღიმა მაშინ, იცით რატო? იმიტომ მე ყოველთვის მღვდელს უყურებდი როგორც ისეთ ადამიანს, რომელიც ყველა რაღაცა ფლაგისგან თავისუფალი იყო, მაგრამ ესაც 21 საუკუნის დამსახურება, როდესაც ამას თხოვლობენ სამღვდელოებაში და ღმერთის წყალობით უფალს ვთხოვდა, მე მინდა თქვენი თანხმობით და მთელი საქართველოს თანხმობით და აი მოულოცო ბატონ მე ასე ვიტყვი, მაგრამ უკვე აღიარებული საქართველოს პატრიარქი ბატონი შიო მესამე, რომელიც უკვე გუშინიდან შეუდგა საქართველოში ამ მნიშვნელოვან იცით სულიერ მამის წოდების ტარებას საქართველოში. მე ასე ვფიქრობ, მე ეს ჩემი ესეთი გაგება, ქართველი ერის სულიერება დევს სწორედ მის ეროვნულ ღირებულებაში, რასაც ქვია ქრისტიანობა. მე ვიმყოფებოდი გარე სამყაროებში. მე დავინახე და უყურებდი საერთოდ რა ხდებოდა საქართველოში, პატარა საქართველოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა. როგორ დაასაფლავეს ხალხმა, ერმა, საზოგადოებამ, არ ქონდა მნიშვნელობა ვინ იყო, ვინ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი იყო, რომ შეხმატკბილებულები ბავშვები რომ ესვათ კისერზე, საათობით იდგნენ უხმოდ, გაერთიანებული საქართველო ვნახე მე იმ დღეს. და ამ სილამაზეში იმდენი რამე იფრქვეოდა, თქვენ ვერ წარმოიდგენ, ერთ-ერთ საზოგადოებაში იმ დროს, როდესაც ეს მოხდა, სტუმარი მომივიდა, უცხოერის წარმომადგენელი, გერმანელი, ჩემი გოგონა უთარგმნა, მე ვტიროდი, რატომ ატირდა, რატომ ტირისო და მე მინდა მსმენელსაც და ჩემს სტუმრებსაც უთხრა. ბატონი ილია გარდაიცვალა 17 მარტს. გამოაცხადეს 4 საათზე, რომ იგი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს კავკასიის სამკურნალო დაწესებულებაში. მე იმ წუთში რაღაცნაირად გამიელვა იმა, რომ ჩვენ ცოცხალს ვეღარ ვნახავდით მეთქი, ასე აი მე ერთ-ერთზე. აქ გამოვიდა ნახევარ საათში მისი ექიმი კალოი იეზიდი ეროვნების ახალგაზრდა, რომელიც წარმატებული ექიმია, პროფესორია, ძალიან კარგი ნასწავლი ახალგაზრდა და მე ყურადღებით მინდა 17 მარტი. ეს არის ჩემი ერის ეროვნული დღესასწაული. ღირებული, რომელიც დაკავშირებული არის ყველაზე სუფთა და წმინდა ეროვნულ დღესასწაულად. იქ 16 საათზე მზადდება შესაბამისი დიდი და ბევრი მათ შორის პატარა, მაგრამ იმ დიდში არის ძალიან დიდი მძივი,
რომელიც უფალი ყოველთვის ლოცავს თვითონ ოჯახის წევრი და შემდეგ ეს იჭრება ხუთშაბათ დღეს. ესე იგი 21-ში. როდესაც გამოიწყო ეს ყველაფერი, იმ დღეს არაფერი და დამთავრდა ის დღე იმით, რომ მე 11 საათზე მაინც ავდექი ბავშვებს ყველას ეძინა, შვილიშვილებს და ჩავთე. ამ დროს აცხადებს კალოი, რომ გარდაიცვალა. მე მინდა ყურადღება მიაქციოთ 17-ის დასაწყისში კალოის მომსახურეობა და რითიც ვალდებული იყო ეროვნულად და დამთხვევა და ხუთშაბათი იმ დღეს, ოდესაც იჭრება ეს და მომავლის იმედი აქვთ ერს, ამ დროს ჩვენ პატრიარქს ასაფლავებენ. მინდა გითხრათ, რომ ეს ხუთი დღე მთელი ეკრანები, როგორც გერმანიაში, როგორც შემდეგ სხვა ქალაქში, როგორც სოფლიო აჩვენებდა, ყველა აჩვენებდა, როგორი დაფასებული მიდის ჩვენი პატრიარქი თავის სამშობლოდან უკანასკნელ გზაზე. ეს იყო ისეთი, აი იცით რა, სილამაზე, როგორ თქვა ეს სიმიცვალებულზე, მაგრამ როგორიც ლაღი იყო, როგორიც კეთილი იყო, როგორიც ადამიანური იყო და მე მინდა მსმენელს უთხრა, ჩვენ ვართ რელიგიურად მზის თაყვანისმცემლები. მზეზე ილოცება, ყველაფერი მზესთან, უძველესი ერია ეს ერი, მაგრამ ყოველთვის აღმოსავლეთში წამებული ერი, რასაც გადაიტანა დღეს სხვამ უკვე. ის ტერიტორია ისეთია, ქალბატონ მცირა თქვენ კარგად იცით, კავკასიოლოგი ბრძანდებით და აქედან გამომდინარე სიმშვიდით, სილამაზით ჩვენი პატრიარქი დაემშვიდობა საქართველოს. საქართველოს კი არა, ყველგან თუ იყო ეზიდური ოჯახი, იმ დღეს ჭიქა იყო პირველი პატრიარქის. 17-დან რომ დაიწყო აი ამ ლოცვების დღე და ყველაფერი გადაიდო აბსოლუტურად იმას, რომელსაც ყველა ქვეყანაში ისინი ძალიან დიდი იმას აძლევენ, გადაიდო აბსოლუტურად ყველაფერი. და როდესაც უკვე ხუთშაბათს ასაფლავებდნენ, ჩემო ოჯახში შეწყდა ეს ყველაფერი, მოვიდა ხალხი, მაგრამ ისე რომ ის დღესასწაული, რაც უნდა გაეკეთებინათ, ჩვენ არ გავაკეთეთ საერთაშორისო დონეზე, იმისათვის, რომ ეს აუცილებლად ეკუთვნოდა ილია მეორეს. მე მართლმადიდებულ ეკლესიაში, როდესაც შევდივარ, ყოველთვის ღვთისმშობლის ხატთან ვლოცულობ. აბსოლუტურად ყოველთვის. და ძალიან დიდი მრევლი მთელი ჩემი ასაკით ყველაფრით ვარ მატრონას ეკლესიაში ყოველთვის შევდივარ. 4 შვილი მყავს, უფროსი 23 წლის. და მინდა გითხრათ, რომ ადამიანის ცხოვრებაში რელიგიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. უდიდესი ქართულ მართლმადიდებულ ქვეყანაში, სადაც ესეთი პატივისცემით ემსახურებოდა ქართული ეკლესია ყველა ეროვნების ადამიანს. როდესაც ხედავდი, როცა ტარდებოდა ესეთი რიტუალები, ყველას აზერბაიჯანელებს ყველამ გადასდო, აბსოლუტურად ყველა ეროვნების ადამიანმა. ეს იყო აზერბაიჯანი, ეს იყო ნებისმიერი საბჭოთა კავშირის ყოფილ სივრცეში, ყველამ გადასდო ის რიტუალები, რომელიც უნდა სახელმწიფოს დაენახა, თუ ეს თუ ის მაცხოვრებლები როგორ და როგორ ატარებენ, ყველამ გადასდო. აი ამით მე მინდა ყველას მადლობა უთხრა. ყველას, იმიტომ რომ ჩემს არსებობაში მე ასეთი არც დასაფლავება მინახია, არც დამთხვევა მინახია. არც დამთხვევა. და ეს დამთხვევა, იცით რატომ აღნიშნე? როდესაც აფხაზეთის თემა, ტკბილიანი თემა იყო და დაეცა, ჩემერს ძალიან ვაჟკაცი ერთი ოჯახიდან 3 ბიჭი
უმამოდ გაიზარდნენ, თემქაზე ცხოვრობდნენ. მე მათ არ ვიცნობდი. ერთ დღეს გადაწყვეტეს და მოვიდნენ ჩემთან, რომ გაიგეს ქალბატონ ცირავ, ჩვენო გვინდაო პრეზენტაციისთვის, თქვენ რა მეთქე რა პრეზენტაციისთვის და ეკლესია ავაშენეთო, ქართული ეკლესია, საქართველოს ჩუქნითო ქართული ეკლესიას და ეს უნდა გავხდეს და ჩვენ ვკეტავთ ჩვენ კარებს და მივდივართ საქართველოდანო. მე რა თქმა უნდა ძალიან გამიკვირდა, გავიარე რაღაც ეტაპები აღმოსავლეთ მცოდნეს და მაშინ ცოცხალი იყო ქერი მამოები და ქერი მანყოსი, მათთან გავიარე ყველაფერი ეს და რა თქმა უნდა შეუდექი ბატონი ელდარ შენგელაიას იმის ხსოვნა იყოს კინოსახლში მე მქონდა ურთიერთობა მაშინ და უამრავი ადამიანი დავპატიჟეთ ამ ეკლესიის გახსნაზე. მაშინ უკვე იმ მატარებელშიც ვიყავი, რომელიც აფხაზეთის ომში გახსოვთ რომ მთელი ეს რეგიონი გზადაგზა მივდიოდი, ბავშვები მცირეწლოვანი დავტოვე. და როდესაც ჩვენ შევედით ეზოში და მოდიოდა ზღვა ხალხი, მონათესავე, ჩეჩნეთიდანაც, აზერბაიჯანიდანაც, სომხეთი, ყველანი აბსოლუტურად სავსე იყო და ამ დროს პატრიარქი ჩვენი გამოჩნდა. როდესაც შემოვიდა იქ მთავრობის წარმომადგენლები, ყველანი თითქმის ძალიან ღირებული ხალხი შემოვიდა და მე აქ ცოტა მოკრძალებით ბიჭებთან ამ სამივე ძმასთან ვიდექი, ჩემი ეროვნების ადამიანებთან და ჩემთან მოვიდა შენი სახარ, ბავშვები რო დატოვე და ომში წახვედი, გამიკვირდა, მე ვუთხარი, კი მეთქი, მე ვარ მეთქი, როგორ დატოვე ბავშვები, არ შეგეშინდა რო ცოცხალ, არა მეთქი, გადაწყვეტილი მქონდა, უკან დახევა მეთქი, ჩვენი საქმე არ არის. აი ეს ლოცვა იმ წუთიდან, აი რაღაცნაირად ვიგრძენი, იცით, სხეულში ვიგრძენი ამ ჩვენი პატრიარქის ლოცვა, რაღაცნაირად რო შევედით, რო გამოვედით, იმის მერე მართლაც ამ ბიჭმა რო აშენეს და წავიდნენ. დღეს იქიდან იმ ბიჭებიდან 4 ბიჭიდან ესე იგი ერთია ცოცხალი, ისიც რუსეთში ცხოვრობს. ეს ეკლესია მართლმადიდებელი როცა გავივლი და გამოვივლი, ყოველთვის დაკავშირებული არის ჩვენ პატრიარქთან და მე ჩემი ოჯახის თხოვნითაც, დავალებითაც ერთი ექიმი მყავს, მეორე საერთაშორისო ეკონომისტი, შვილები, 4 შვილი. ესე იგი ყველა ისე განიცდიდა და ჩემთან ერთად მთელი ის ადამიანი ქალაქში რო გავიდოდი ჯერ ერთში მე ვიატოდა და და პრელეს eta რუსული მე რა ამისათვის მე რა უნდა გადავეკიდო იმ ადამიანს მე როცა გამიჭირდა იმ რეჟიმის დროს იძულებული გავხდი მაშინ მცირე ახალი დამთავრებული ბავშვები გავიყვანე მაგრამ საქართველოსთვის არასოდეს არ გვიღალატია იმიტომ ჩვენთვის საქართველო არის სამშობლო და მის ღირსებას ყოველთვის დავიცავ და ყოველთვის ვიქნები ერთგული, იმიტომ ეს არის სულიერება, რომელიც ნებისმიერ პერიოდში ჩემ წინაპრებსაც, რომლებიც ალბანში დასახლდნენ და იქ ცხოვრობდნენ, იქ გაატარეს მთელი თავისი ცხოვრება და დანარჩენები, ვინც თბილისში თაბუკაშვილზე, დოლიძეზე ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია. და მე უკავშირებ აი მზის თაყვანისმცემლ რელიგიურს წამს ის სითბო და სილამაზე, რაც პატრიარქის დასაფლავებაზე ხდებოდა და დამთხვევითი, ესაც ღმერთის ამბავი იყო. იმიტომ რომ როდესაც გამოდიოდა, ხომ იყო ბოლო წუთებში თავდახრით თავისი მდგომარეობა, მაგრამ მაინც მაღლა იხედებოდა. მზეზე თუ გარე იყო თუ როგორ იყო, ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი გარდაიცვალა საქართველოსი და მომავალი რა თქმა უნდა ძალიან დიდი საპატივცემულო ადამიანი და მის წინამძღოლობას მთელი სული და გული დავლოცავ, იმიტომ ის არის ეროვნული ღირსეული ქართველი კარგი ოჯახიდან, კარგი წარმომადგენლებით და ჩემი საქართველოს გაბწყინება ეხლა მინდა ქალბატონ ფატის მივმართო, რომ ვიცი რომ თქვენ
დღეს რა თქვენ როცა საუბრობთ, მაგრამ თქვენი მონათხრობიდან და თქვენი განვილი ცხოვრებიდან აბსოლუტურად ხალი, რომელიც მე ბოდიშ ვიხდი თქვენთან და ვიტყვით ამას, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც აი იმ პერიოდში საძერ აღსრულების, რომელსაც მისი მეუღლე ებრძოდა, ფატი მოხვდა იქ. და ფატი გახდა უდანაშაულობის მსხვერპლი. მაგრამ ვაშკაცურად აიტანა. ხო, როცა გამოხვედით ქალბატონო ფატი და ალბათ იქ სამართლებრივად როგორც იურისტმა, იმიტომ რომ მე გუშინ ჩვენ არხზე უსმენდი ძალიან ცნობილ ადვოკატს, რომელიც ამბობს იცი რა, დაზარალებულთა ფონდი ძალიან დიდია. ძალიან დიდი საქართველოში იურისტობის ხაზით. ზაზა ხატიაშვილი, რომელიც დიდი ხნის ადვოკატია, მას უძნელდება, რომ აი ამ დაზარალებული, რომელიც ცნობს სასამართლომ და ის ზარალი, ეს ყველაფერი შეჩერებულია. და აი თქვენ, რომელიც ადვოკატი ბრძანდებოდი და კარგი იურისტი იყავით, რა განიცადეთ აი ჯურმო როგორ ვთქვა იმ ედლებში, სადაც ხალი არ უნდა იყოს საქართველოში მით უმეტეს 4 შვილის დედა, თქვენ იყავით ახლოს ყველაზე ძალიან სულიერებასთან და გთხოვდით აი ეს რაც მე თქვენში ვიგრძენი რომ ეს აუცილებლად იქნებოდა და თქვენ აქ მსმენელისთვის ქართველი და საქართველოს მოსახლეობისთვის თქვენი ნათქვამი იმდენად გააძლიერებს აი ახლად არჩეულის გზას რომ ქალების მდგომარეობა ძალიან ფაქიზად უნდა განიხილონ როდესაც შვილები ყავს, როცა ოჯახი აქვს, როცა მომავლის იმედი აქვს, ასე უცბად ადგე კი, როგორ არა კონსტიტუცია და სამართლებრივი ისიც ადმინისტრაციული სისხლის სამოქალაქოც იძლევა იმის საშუალებას დამნაშავეა, მაგრამ პატარა ქვეყნის მართლმადიდებელი ერი მაინც უნდა ძირფესვიანად გამოიძიოს ღირს ამ ქალის იქ შეშვება ტანჯვა და გთხოვდით ფატი ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მე ამ თემას გავაგრძელებ იმით, რომ ნამდვილად პატრიარქის გარდაცვალება იყო, როგორ გითხრათ, მოუნელებელი ტკივილია, ეს მე დღემდე ლოცვებშიდაც კი ხშირად როგორც ცოცხალს ისე ვეხსენიებ და მინდა გითხრათ, რომ პატრიარქმა, რომელიც ყოველთვის აღნიშნავდა, რომ საქართველო გაბრწყინდება და გამთლიანდება, მან თავისი გარდაცვალებითაც კი შეძლო ჩვენი ერის გამთლიანება. და ეს ზუსტად თქვენს მიერ ნახსენები კადრებითაც თვითონაც იქ ვიყავით, თითოეული ქართველი ვისაც შეეძლო, ალბათ არავინ არ დარჩენილა გულგრილი და ყველანი იქ ვიყავით, ჩუმად მდუმარეთ განვიცდით, იმიტომ რომ ბევრს ალბათ არც გვეჯერა, რომ ეს ნამდვილი იყო და შეიძლებოდა ჩვენი პატრიარქი ამ ქვეყნიდან გასულიყო. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სეციური საქართველოდან ის გლოცავს და ყოველთვის გვიჩვენებს იმ გზას, რომელსკენაც მოგვიწოდებდა. და აგრეთვე მიულოცავ ჩვენს დღევანდელ პატრიარქს შეო მესამეს მაქვს ბედნიერება მისი პირადა ცნობის და მე ვთვლი რომ საქართველოს მართლაც ღირსეული პატრიარქი ყავს და ეყოლება ყოველთვის. რაც შეეხება ილია მეორესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ის წლები რომელიც საშელახსლებაში გავატარე მნიშვნელოვნად უკავშირდება თვითონ ჩვენი გარდაცვლილი პატრიარქის სახელს, რადგან მე ვთვლი რომ ვარ უბედნიერესი ადამიანი, რადგან სწორედ იმ დაწესებულებაში პატრიარქი ილია მეორე სტუმრად გვეწვიათ დაესწრო ჩემი პოეზიის საღამოს, რომელიც ჩატარდა, რომელიც იყო დადგმული ოფიციალურად და მას ერქვა სპექტაკლი დაიდგა, რომელსაც ერქვა გისოსოს მიღმა დაწერილი სტრიქონები და ეს იყო უნიკალური შემთხვევა და ბევრი ასეთი შემთხვევა არც ყოფილა სხვა რომ ილია მეორე ესრებოდა ამ საღამოს და მაშინ მან თქვა ესეთი სიტყვები, რომელიც შემდეგ მე მგონი ყველა უცხოელმა სტუმარმა თავის ქვეყანაში გაავრცელა, იმიტომ ხდებოდა გადაღებაც ბუნებრივია, იყვნენ საელჩოების წარმომადგენლები და ძალიან სტუმრების დიდი რაოდენობა რომ გადახედეთ
ამ ქალბატონებს და დედას რა უნდა ციხეში. ყველამ გაიგონეთ, რომ არც ერთი ქალი ციხეში არ უნდა იმყოფებოდეს. მართალია თუ მტყუანია, მას უნდა კონდეს სხვა ალტერნატივა, რადგან არ შეიძლება ქალი და მით უმეტეს ქართველი დედა იმყოფებოდეს გისოსებს მეგმა. ეს სიტყვები ძალიან ბევრ ამის ნიშნავდა, იქ რა თქმა უნდა ბევრი ისაუბრა ამის თაობაზე და ეს არ იყო მარტო ჩვენთვის გასაგონად, ეს იყო მართლაც როგორც მოწოდება, რომ არ შეიძლებოდა ესე ყოფილიყო იმ პერიოდში ძალიან ბევრი იურისტი იყო დაკავებული, ძალიან ბევრი ყოფილი თანამდებობის პირი, თუმცა აღარ ღირს იმ სისტემაზე საუბარი რატომ ხდებოდა ის, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ის წლები, რომლებიც იქ გაატარა თვითონმა ადამიანმა, ქალი იქნება თუ კაცი, მე ვთვლი, რომ არის უფალთან უფრო მიახლოების ძალიან დიდი შანსი. როდესაც შენ ფიქრობ, შენ გავლის გზაზე, როდესაც უკვირდები თუ რა მოხდა, რატომ მოხდა და სადამდე მიხვედი, ხვდები ერთ რამეს, რომ უფალი გაფრთხილებს. გეუბნეო, რომ შენი სულიერება არ არის იმ ზღვარზე, იმ დონეზე, რომ შენ შეძლო საკუთარი ქცევის შეფასება და შემდეგ შენი შესწავლების გამოსწორება. მე მინდა ვთქვა, რომ როდესაც მე წიგნი მაქვს დაწერილი, წერილები მოძღვარს, რომელიც ზუსტად ეხება ამ თემას და მასში არის აღწერილი ზუსტად ის სულიერი გარდასახვა და სულიერი ტკივილი, რომელიც იქ არა მარტო ერთი ადამიანის, არამედ ყველას ტკივილია და ყველას შინაგანი მდგომარეობა. მაგრამ მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ ქართველი ქალის თვისება არის, რომ არასოდეს არ დაეცეს და თუ დაეცემა, ის წამოდგება სხვის დაუხმარებლად. მას არ ჭირდება დახმარება, იმიტომ რომ ჩვენი ერი იმდენად ძლიერი და მებრძოლიერია. მე ვიტყვი, რომ არ ვიცი, თუ ამორძალი შეიძლება ერქვას ვინმეს, ალბათ ყველაზე მეტი მებრძოლი ქართველი ქალია. ქალბატონო ფატირაშია საქმე, იცით? როდესაც საუბარი გვაქვს მაშინ ქართულ ციხეზე და ქართულ ტკივილზე, რომელსაც ადამიანი ხდება და მას 4 შვილი გარეთ რჩება და ეს ყველაფერი მოდის პატრიარქი თქვენ გახსენებთ, მაგრამ თქვენ შინაგანად ეს ტკივილი რომ იგზენი გარეთ უფრო მეტად გაძლიერდი. რა თქმა უნდა. თქვენ თქვით რომ თქვენ გადაცემის დასაწყისში არავითარი რომ პოეტი ბრძანდებით, ნიჭიერი ქალი ბრძანდებით წერთ ლექსებს და იქ განაგრძეთ თქვენ აი ეს როლი რომელიც უნდა აი რაც თქვენ თქვით. იმიტომ ამას საქართველო იძლევა. ქართველი წინაპარი იძლევა. ისტორია ქართულ სკოლა მათემატიკურ სკოლებში რომელიც არიან დღევანდელი ბავშვები თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ნიჭი საიდან მოდის გარედან? არა, შეგვითადებს ეს ნიჭი. ფუძე არის და გენეტიკა არის. და ღმერთმა გიმრავლოთ ეს ყველაფერი, მაგრამ თავარი იყო რომ თქვენ გაამხნევეთ ის საზოგადოება რომელიც შიგნით იყო და არანაკლები. მე მაგალითად ამ სტუდიიდან ძალიან ბევრი ყოფილა, მაგრამ აი სულიერად ვინ იყო დაახლოებული თავის რელიგიასთან სულ არ ვიცოდი ხა თქვენ რაც თქვით, მაგრამ მე ვიგრძენი რომ თქვენ აუცილებლად იქნებოდით გეტყვით აუცილებლად იქ იყვნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა და არავინ არ იყო შეზღუდული რომ თავიანთი ესე ვთქვათ მსახურების ის ფორმა ქონდა შენარჩუნებული, რომელიც მათთვის იყო, ახლა იყვნენ მუსულმანები, იყვნენ სომხები და ყველა, მაგრამ თავი იცით რა არის, როდესაც ადამიანი განსაცდელში ვარდები და თუ არა ხარ უფალთან ახლოს, სწორედ მაშინ გიჭირს, იმიტომ რომ ადამიანი შენ გვერდზე არ არის, გრძნობ რომ საერთოდ მარტო ხარ ამ სამყაროში და ზოგს მაშინ ახსენდება ღმერთი, ზოგს ახსოვდა, მაგრამ ის სიძლიერე არ იცოდა რა სიძლიერის მოცემა შეეძლო უფალს და როგორ შეუძლია მან გაჩვენოს გზა, როგორ გადაირჩინო თავი. თავის გადარჩენას მე ფიზიკურობას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში, თავარია რომ სულიერად გადაირჩინო თავი, შინაგანად გადაირჩინო თავი და არ გამოგყვეს იმ კედლებიდან ბოღმა, შური, ბოროტება და სამაგეროს გადახდის სურვილი. ამას თუ ვერ მიაღწე, მაშინ უფალთან ახლოს არ ახარ. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, მე მაინც ყოველთვის ესე ხსენიო და არ შემიძლია სხვაგვარად მოვხსენიო. როდესაც ის შემობრძანდა და
ქალბატონებს გადახედა მის თვალებში ძალიან ისეთი ცრემლები აკეებდა და შემდეგ სახეზე ესე ჩამოუგორდა როგორც იცოდა ხოლმე ყოველთვის და უჩუმრად მოიწმინდა ის ცრემლი რომ ის იმედი არ დაეკარგა ჩვენთვის რაც გქონდა იმიტომ რომ იცით მაშინ რა პერიოდი იყო თუმცა ახალი წასული იყო წინა ხელისუფლება ის ნაციონალური მოძრაობის ესე ვთქვათ რეჟიმი და ახალი წასულები იყვნენ და თუმცა ჯერ კიდევ იგრძნობოდა ჯერ კიდევ იყო ის კვალი და ადამიანები რა თქმა უნდა იმედით იყვნენ სავსე მაგრამ თავარი იყო ერთი რამ თქვენ იცით რომ მე-5 და მე-6 დაწესებულება გვერდ არის ახლოს და განსაკუთრებული რეჟიმის მატარებელია მე-6 დაწესებულება და როდესაც პატრიარქი შემოგბრძანდა მე არასოდეს არ დამავიწყდება ის აჟიოტაჟი, ის ანთებული საანთლები, ის ხმაური და მადლობა რომ პატრიარქი მოგბრძანდა. ეს იყო ყველასთვის შვება, იმიტომ რომ პატრიარქი იყო იმედი, ყველას იმედი იყო. მე ვთვლი რომ ოჯახი არ არის, ვისი იმედიც არ იყო. არ აქვს მნიშვნელობა რა რელიგიის წარსის მატარებლები იყვნენ. პატრიარქს ჰქონდა უნარი რომ ყველა ყვარებოდა. ყველა პრობლემის გადაჭრა შეეძლო უმტკივნეულოდ. ის იყო მე ვიტყვი რომ მშვიდობის გარანტიც იყო. ის იყო ბერკეტი იმის რომ ჩვენ ქვეყანაში ეს ყოფილიყო როგორღაც გაერთიანებული ეს შინაგანი მუხტი ყოველთვის ყოფილიყო დადებითად. მე მახსოვს რომ აფხაზეთის თემასაც უკავშირდებოდა და ოსეთის თემას ის ყოველთვის ამბობდა თავის ქადაგებებში და ეპისტოლეებში რომ ჩვენ ვართ ერთნი და არ უნდა განვიხილოთ ცალ-ცალკე არ შეიძლება ცალკე ვიყოთ ჩვენ და ცალკე იყოს ის ხალხი ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან თანაცხოვრება და მე სულ ერთი წუთით მინდა აი ეს ამ თემასთან დავაკავშირო რომ მე დღესდღეობით ხელმძღვანელობ პროექტს აფხაზეთი მე ვარ რომელიც აგრეთვე პატრიარქის კუთხევით იყო დაწყებული წლების უკან და ამას ხელმძღვანელობდა ძალიან ახალგაზრდა ქალბატონი შორნა ჯავაშვილი რომელიც 51 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯერ ერთი წელი არაა გასული და მან დაწერა წიგნები და გადაღებული აქვს 7 ფილმი თავის მეუღლესთან გიაკაიშაურთან ერთად და მე-7 ფილმი გადაიღეს დღევანდელი ჩვენი პატრიარქის შიო მესამის კურთხევით და მე გინდა პარალელი მინდა გავავლო რომ ჩვენმა პატრიარქმა დღევანდელმა ესეთი დარიგება მისცა რომ გთხოვთ ფილმებში არ იყოს ზალადობა არ იყოს ის კადრები რომლებიც მაშინ ხდებოდა და უბრალოდ ის სითბო ის დამთბარი მდგომარეობა რაც დღეს ნელ-ნელა შემოდის ჩვენ არ გავაკეთოთ ისე რომ გავაღიზიანოთ პირიქით ჩვენ მოვეფეროთ მათ და ვისწავლოთ ჩვენ პატიება და ისე გადავიღოთ ის ყველა ფილმები რომლებსაც თქვენ აპირებთ გადაღებას რომ ეს იყოს ჩვენი მესიჯი რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი აფხაზი ხალხი ეს რატომ დავაკავშირე რატომ თქვი ახლა მართლა სიმბოლურია რომ ეს ყველაფერი აი ეს უბრალოდ არაფერი არ ხდება და მე ზუსტად ამ თემებთან დაკავშირები და მოხდა ისე რომ მე ამ პროექტში ჩავერთე ახლა ქოლგა ორგანიზაციის ქვეშ მადლობა და ჩვენ გვყავს შვიდობის ელჩები წარმატებული ქალბატონები და ახალი წევრების გვეყოლება და მე აუცილებლად ქალბატონი ცირა და თქვენ რა თქმა უნდა მინდა შემდეგ შემოგთავაზოთ ახლა მერვე ფილმი მთავრდება და როდესაც იქნება ამ ფილმის პრემიერა ჩვენ აუცილებლად მოგიწევთ ქალბატონ ირმასაც, იმიტომ რომ მაინც ის ამ პროექტის შესახებ და ეს პროექტი არის ზუსტად გამოძახილი იმ პოლიტიკის, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში, რომელიც იყო ილია მეორის საგზური ჩვენთვის, აგრეთვე დღევანდელი ჩვენი პატრიარქიც შიო მესამიც არის ის ადამიანი, რომელიც ალბათ ყოველთვის იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს საერთოდ არ არის იმის გარანტია, რომ ხალხი უფრო მეტად გაძლიერდეს სულიერად. მე სიძლიერეს გისურვებთ, ქალბატონო ფატი, იმიტომ ვახსენე 4 შვილის დედა და რაც გამო აი ეს დატოვე ის და ეს იყო დღევანდელი ოცნების ის ძალიან დიდი რითმი, რომელიც მაშინ საჯარო აღსრულების დეპარტამენტს აბსოლუტურად თითქმის უმეტესობამ ქალებმა ყველამ თუ არ იყო მკვლელობა რაღაცა ისეთი ყველამ დატოვა. მაგრამ თქვენ იმ დღიდან შრომობთ და
იურისდიქცია დატოვეთ. არ დამიტოვებია სიმართლე გითხრათ, მე იურისპრუდენციაშიც მოღვაწეობ, რა თქმა უნდა, ვიცავ მაგრამ ადვოკატობასთან როგორც ადვოკატია, როგორც იურისტი, ისე, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ადვოკატი არ უნდა იყოს საჯარო მოხელე და არც გათანაბრებული საჯარო მოხელესთან, იმიტომ რომ თუ კანონს ჩვენ კანონის მიხედვით მსჯელობთ, მაშინ მოწინააღმდეგე მხარე ვერ იქნება აბსოლუტურად ვეთანხმები. თუმცა დავასრულებ ერთ სიტყვით, ერთს დავასრულებ. ახლა ქალბატონ ცირა ძალიან კარგად ვიცნობ და მე მისი მოღვაწეობის შესახებ ბევრი ვიცი და მე აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნებით, იმიტომ რომ მისი ძლიერესთან მე კი არა და 10 ჩემნაირი ვერ მივა. მე მინდა ერთი რამ ვთქვათ, რომ ზუსტად იმ კანონის მანკერი მხარეების ბრალია, რომ ძალიან ბევრ რამეს ვერ ვაკეთებთ და ვერ მუშაობს. არა, მარტო ადვოკატურა არა. კანონი ვერ მუშაობს, იმიტომ რომ დრო ჭირდება იმ კანონების გამოსწორებას აუცილებლად. ესე მარტივი არ არის იმ ყველა სიმახინჯის და იმ ყველა, ესე ვთქვათ, დარღვევის გამოსწორება, რომელიც მოგყვება ამდენი წლებია. თუმცა ერთ რამეს გეტყვით, რომ რაც შეეხება ჩვენს საპატრიარქოს ჩვენს მართლმადიდებლობას, მე ერთი სურვილი მაქვს, მიუხედავად იმისა, არ ვიცი რამდენად ამაში დამეთანხმებით, მე ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩვენი მართლმადიდებლობა გამოცხადებულ იყო საქართველოში სახელმწიფო რელიგია, თუმცა ეს ცოტა საკამათო თემაა, არავის არ უნდა ის გამოცხადება. მე სურვილი მქონდა, იმიტომ რომ აუცილებლად იქნება ქალბატონო ფატი თქვენი სტანდარტის მოდიშით მე წეგნაც ახსენე და თქვენ კითხვით ქალბატონი ცირას მოღვაწეობა, მისი კოდი, მისი გამოცდილება, მისი ყველაფერი ვიცი ჩვენთვის წინა პლანზე დგას, მაგრამ თქვენ ამ სულიერებასთან, რასაც მე დაუკავშირე, ყველაზე მტკივნეული ქალბატონი ბრძანდები და ღმერთმა აცილოს ქალბატონ ცირას და ის რაც თქვენ შეძელით, ბევრი ქალი ვერ შეძლებს. ბევრი ვერ გააკეთებს იმას, რაც თქვენ თალამდებობი და იცით რა, არ ხართ გაბოროტებული. აი ყველაზე ადამიანში მომწონს რა იცი, როდესაც არ ბოროტდება და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცოტა ისეთი და მე აი პირადად როგორც დედა, როგორც ბებია, მე მადლობას გიცხადებ თქვენი ცხოვრების აი გაგრძელებისათვის სამოქალაქო საზოგადოებაში და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. წარმატებებს გისურვებ. ქალბატონო ცირა, დიდი ბოდიში რომ ცოტა ასეთ თემას, მაგრამ ჩემ დღევანდელ გადაცემას მინდოდა რომ აი მართლა გული ყოფილიყო ყველაფერში, რატომ უყვარდა ამ ხალხს პატრიარქი? რატომ იყო ამდენი ხალხი საათობით, რომ ტალღა რომ მოდიოდა სამეგრელოსი, მანქ აი მთელი კუთხე არ დარჩენილა და ამ სიყვარულს ისე ხო არ მოდის თუ რაღაცა ტანჯვით იწყო, ყველა საუკუნეს აქვს თავისი უკუნსვლა, წარმატებაც აქვს, მაგრამ პატარა ქვეყანას რაც 70 წელიწადში გადაიტანა საქართველო 33 წელია რაც ყოფილ სივრციდან გამოდაიშალა, მაგრამ აი თქვენ მაინც ის გზა ირჩიეთ, რასაც ქვია საერთაშორისო და კავკასიური მოძრაობა, ხალხი კავკასიური, რომელიც ამთლიანებდა ყოველთვის საქართველოს, ძმებივით შედიოდნენ, გადიოდნენ, ერთი მეორესთან სიახლოვე ჰქონდათ, ყველაფერი და აი გთხოვდით თქვენი გამოცდილებიდან, თქვენი ყველაზე მტკივნეული თემა, რაც ეს ჰქონდა და მახსოვს ჩვენ წინა გადაცემაში, თქვენ თქვით რომ აი ამას ვაპირებ და დღეს გულნაკლული გამოხვედით იქიდან, საიდანაც უნდა ეცადოს, აუცილებლად უნდა ეცადოს. მე რატო ვამბობ, იცით, მთავრობა, როდესაც თქვენ წინააღმდეგ კი არ მედის რამე ისეთი პროექტი, პირიქით საქართველოს აძლიერებს ქალბატონი ცირა იმ პროექტით, საქართველოს ხედვას, საქართველოს მომავალს, იმიტომ რომ სხვანაირად სამეზობლო პოლიტიკა ვერ შედგება მარტო ერთი საგარეო საქმეთა მინისტრით, ვერ შედგება. ხალხი უნდა ამ პროექტში ახლა არ წამიკითხია, მაგრამ მე ვხვდები უკვე რასთანა გაქვს საქმე და რას ემსახურება თქვენი პროექტი. კავკასიის ენერგიის გადარჩენას.
აი ეს არის და გთხოვდით ამ კავკასიურ ენაში იმათ ქვეყანაში ქართული ენა შედის ხო სწორია თქვენ როცა ჩვენ საქართველოში ამ პროექტში ისენები შეგყავთ ესე ქართული ენა სახელმწიფო ენა იმათ პროექტებში ეს არის ზუსტად ძმობა აი ძმობა და დობა აი იმ კავკასიის რომელიც აერთიანებს და რომელიც მშვიდობას ინარჩუნებს უნდა შეინარჩუნონ ერთად და გაძლიერდნენ ერთად. გთხოვდით აბა თქვენ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. სწორად გამოკვეთეთ ქალბატონო ცირა. ეს არის საქართველოს კავკასიური ფუნქცია. საქართველოს სამგანზომილებიან სიბრტყეში უნდა განვიხილავდეთ ლოკალური შიდა ქვეყნის კავკასიური, რეგიონალური და საერთაშორისო. თუ ამ სამიდან ერთ-ერთს ვერ ასრულებს საქართველო ის ვერც დანარჩენს ასრულებს. ანუ თუ საქართველო ვერ შეასრულებს რეგიონულ, ანუ კავკასიურ ფუნქციას, დანარჩენი ორი ფუნქციაც იქნება სუსტი და ფაქტობრივად არასრულყოფილი. დიდი გამოცდილება მაქვს მეთქი შეიძლება თქვა რომ 44 წელია ამ დარგს ვემსახურები და ეს ცოტა დრო ნამდვილად არ არის 44 წელი. დიახ, ნამდვილად არ არის და ჩემი გამოცდილებიდან მე ისე თუ შეიძლება პატრიარქს დაუბრუნდები, რომელიც ერთი თემა და მე სხვადასხვა პრიზმაში უყურებ აი ჩემი ხანგრძლივი დაკვირვების კალეიდოსკოპიდან თუ შეიძლება ასე ითქვას. უპირველესად აღნიშნავ, რომ მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო ადამიანების გულის ტკივილი და რაოდენობა მე სამებასთან ცხოვრობ ერთი ქუჩით აქეთ და ფაქტობრივად შესვლა ძალიან გამიჭირდა საათობით იდგნენ ადამიანები და კითხვა ისმის რამ გამოიწვია ასეთი დიდი გამოხმაურება პატივისცემა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მინდა ამას უპასუხო რატომ რა მოხდა საქართველოს და ქართველი ერი არის ტრამვირებული ერი საუკუნეების მანძილზე უამრავი რამის გადატანა მოუხდათ ქრისტიანული ერია უნდა თქვათ რომ ქრისტიანობის 1700 წლიანმა გამოცდილებამ სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული ფუნქცია იკისრა ასევე ქართული სააზროვნო ველი კულტურული მეცნიერული მიემართებოდა სწორედ აქ ჩაისახა კულტურის ყველაზე მთავარი ელემენტი ქრისტიანული ლიტერატურა რომელმაც მოახდინა ამ ერის როგორც ტოლერანტი მიმღები ერის თვისობრიობა ამიტომ ქრისტიანობას მიუხედავად იმისა რომ საქართველოში არა მხოლოდ ქრისტიანული ხალხი ცხოვრობს, სხვადასხვა რელიგიებია წარმოდგენილი და სხვადასხვა ეთნოსები, იმიტომ არის ეს ტოლერანტული ქვეყანა, რომ სწორედ ქრისტიანობა არის ასეთი მიმღები რელიგია. ამ რელიგიის ჩვენი ქვეყნის 151 პატრიარქი მივაბარეთ მზის ქვეშეთიდან გავიდა და ზეციურ საქართველოს შეუერთდა. როდის მოუხდა მას მოღვაწეობა აი ეს დიდი გამოძახილი აი ესეთი დიდი გულის ტკივილი რომელიც შეიძლება რაღაც ექსტაზამდე იყო მისული და სილდებოდა ზოგჯერ გონიურულობის ფარგლებსაც კი იმიტომ რომ ბავშვები 8-9 საათი ეყენათ რიგში ეს გამოწეული იყო იმით რომ ეს ერი არის მრავალჭირნახული, ბევრი რამის გადამტანი და ამ გზაზე პატრიარქმა შეიძლება ითქვას რთულად ზიგზაგისებურად გამოატარა ქართველი ერი. პირველი რაც თვალში საცემი იყო, მან განახორციელა ქრისტიანული ტაძრების მოაბრუნა ურწმუნოების ეპოქიდან თავისი 59 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, როცა ეს ძალიან რთული იყო მოაბრუნა ქართველი ერი ეკლესიისკენ და გახადა ეკლესიური აღაშენა ეკლესია ტაძრები შემოიკრიბა შექმნა ეპისკოპოსობა ეს სულ 5 კაცმა აირჩია და ახლა ახალ პატრიარქს 40 ეპისკოპოსი ირჩევს სინოდი გაზრდილია ეს ყველაფერი იყო სამოღვაწეო და მე როცა 91 წელს სტუდენტი შევდიოდი ქაშვეთში მაგისტრის მიბარებდნენ ბზობას რო შევედი კომკავშირის სხდომა გამართეს და მრიცხავდნენ კომკავშირიდან წევრი არ ვიყავი მაგრამ მაინც მრიცხავდნენ ანუ მინდა იმის თქმა რომ აი ასეთი რთული
სიტუაციიდან, ურწმუნოებიდან გადაყვანა საზოგადოების დაბრუნება თავის ბუნებრივ წიაღში ეს მარტივი საქმე არ არის. ეს შეძლო პატრიარქმა. ვახსენე მე ის ძმები, აი რომ ააშენეს ტაძარი. აი იქ რო ვიჯექდი, ესენი გრძნობდნენ თუ როგორ იყო. აი მომის მერე ზუსტად 3 თვეში 23 ნოემბერს იმის პრეზენტაცია, რომ აი ეს ტაძარი რომ დატოვეს, იმიტომ რომ ეს იყო სიყვარულისგან, პატივისცემისაგან საქართველოს მიმართ და იმ დღეს, როდესაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველანი რა თქმა უნდა, ამდენი ხალხი რო იყო, ყველამ გადასდო თავიანთი მუსლიმებმაც, სულ ყველამ, ყველა მისამძიმრებლად სახში აწეული იყო ქართველი ერის სადღეგრძელო და მისი რელიგიის არა მარტო კავკასიელები კავკასიიდან მისამძიმრებდნენ, იმიტომ რომ ის ასევე მისაღები იყო ჩეჩნებისთვის, ინგუშებისთვის, ოსებისთვის, ყველა ერისთვის კავკასიაში ყველას გულშემატკივარი იყო. პირადად ჩემ ცხოვრებაში პატრიარქი სამწუხაროდ ნეგატიური კონტექსტით შემოვიდა 9 აპრილის ღამეს მის წინ ვიდექი და როცა მან მოგმართა ჩვენ არ გავიგონეთ ხო ფაქტია რომ არ გავიგონეთ და რაც მოხდა რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო და რომ ვეღარ ვხედავდი რომ აღარ იყო უცბად პატრიარქი ეს დღემდე რაღაცა ტკივილიან კითხვა რჩება რომ ჩვენ არც გაუგონეთ და არც თვითონ დარჩა ჩვენთან თუ რაც იყო მაგრამ ამის გადახარშვა მე წლები მომიხდა ამაზე ფიქრი რა მოხდა მაშინ ისეთი რატომ ვერც ჩვენ გავიგეთ და ვერც თვითონ დაგვიფარა ხო დაგვიფარა მაგრამ შემდგომ რაც ხდებოდა მთელი ამ 10 წლეულების მანძილზე, რა თქმა უნდა, უდაოდ მისი დამსახურება არის ძალიან დიდი. არაერთი პროექტი განხორციელდა მისი ხელმძღვანელობით, კულტურული, სამეცნიერო, აი ძველი ქართულის ლექსიკონები უნივერსიტეტმა რო არ გააკეთა, ვთქვათ, ელექტრონულად, საპატრიარქო მთლიანად შეერთებული სახით გამოსცა. ყველა ამ საქმეს კურირებდა პატრიარქი. ეხლა რაც შეეხება ახალსაც უნდა შევეხოთ, მასთანაც რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა გაჩნდა. მათ შორის არჩევის მე ის მახსოვს კონსერვატორიდან მე თვითონაც სწავლობდი კონსერვატორიაში ელისპარ მუჯირი როგორც გამორჩეული ჩელოს სპეციალისტი და მას ჰქონდა არაჩვეულებრივი კარიერა მომავალი მაგრამ უცნაურია ის ტოვებს თბილისს და 5 წლით მიდის თბილისიდან შიომღვიმეში ხდება მისი სულიერი ჩამოყალიბება შემდგომ ის აგზელებს ბევრი კითხვა გაჩნდა მის მიმართაც ამ დღეებში ჩვენ სამართლიანი უნდა ვიყოთ და უნდა ვთქვათ მაგრამ მახსენდება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არსენისა და ეფრემის დავასთან დაკავშირებით როცა გრიგოლ ხანძთელი ეუბნება ეფრემს რომ შენი გულისწყრომა გადადეო იმიტომ რომ ღვთისნება რო არ ყოფილიყო ის ვერ ეკურთხებოდა არსენზე ეუბნება მოკლედ იმ 22-მა ეპისკოპოსმა რომელმაც ნდობა გამოუცხადა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ 17 ადამიანს რომელსაც განსხვავებული აზრი ჰქონდა მაგრამ ამ 22 ეპისკოპოსს რომელსაც ეს რწმენა ჰქონდა და დარწმუნებული ვარ რომ რწმენით უნდა გაეკეთებინათ ეს ყველაფერი მათზე გადადის მთელი პასუხისმგებლობა ვფიქრობ საქართველოს ახლა ძალიან მძიმე პერიოდი აქვს გეოპოლიტიკურადაც ხო ძალიან რთულია როცა ეკლესიის კართან მიდის თქვათ ავადმყოფი ბავშვების მშობლები და კარი უნდა გაიღოს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გადაიტანენ ქალბატონი ფატი ასეთი განსაცდელ გამოვლილი ადამიანია ციხის ისა ძალიან რთულია მაგრამ დღესაც ყავს ჩვენ პატიმარი ქალები დღესაც ყავს დაუცველი წამალუქონელი პოლიტიკური პატიმრები და ისა ცირა ბუდის გიხდით იმიტომ ძალიან ცოტა დრო დაგჭირდა ძალიან ცოტა დრო გაქვს აი თქვენ რაც ახსენეთ მე მინდა ვთქვა რომ ღმერთმა შეაძლებინოს ეს ყველაფერი ამის თქმა მინდა და არაფერი არ მოხდებოდა ღვთისნების გარეშე და მე ვფიქრობ რომ მან ეს პასუხისგებლობა მძიმე ჯვარი აიღო ძალიან მძიმე ჯვარი აიღო და მდგომარეობაში მეორესთან გათანაბრებაც ძალიან ისეთი მემკვიდრეობის ფონზე თანამოსაყდრება რთული ძალიან თქვენი ნებართვით მე ძალიან დიდ მადლობას გიხდით ორთავე ქალბატონს ჩემთვის ჩემი ცხოვრებისთვის აი მე მატიანეში შედიხართ როგორც
ორი უძვირფასესი ქალბატონი და რაც შეეხება სამართალს აი მე და ფატიმ წერან რომ ვახსენეთ ზაზა ხატიაშვილი უნიჭერესი ადვოკატი როდესაც ის გამოდის და ამბობს რომ ძნელია დღეს სამართლის მიღწევა მე ვთხოვდი ჩვენ ქვეყნის მეთაურებს დაფიქრდნენ აი ეს სიძნელეები აი იმ ციხეებში როგორ მოხდნენ ქალები რანაირად გთხოვდით სულ ყველა ეს სამი ქალბატონი რომლებიც ჩვენ ახლა ვზივართ ნაკლებად კი არა აი ბევრი საქმის გამკეთებლები მიაქციეთ ყურებას დედას ქალს და ოჯახს ნუ დაანგრევთ დიდი მადლობა ყურადღებისათვის შემდეგი გადაცემისთვის უკვე სხვა იქნება მომავალს კარგს უსურვებ ჩვენ პატრიარქიოს მე მწამს ქალბატონო ცირა რომ ის თავისი სიმაღლით სილამაზის ქართველობით იქნება არაჩვეულებრივი პატრიარქი ნახვამდის დიდი მადლობა მადლობა დედი და წარმატებები განწყობისთვის ძალიან დიდი მადლობა